ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის განცხადებით დაცვის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ საქმეში ბიზნეს ინტერესებთან დაკავშირებული კონფლიქტი არ იკვეთება. მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდება მიკერძოებულია და მათი მიზანი ობიექტურობის დადგენა არ არის. პროკურატურა კი სასამართლოსგან ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნით მიმართავს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით კლუბის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინა სასამართლო პროცესის დეტალებზე ეკა ლემონჯაბა ისაუბრებს. ეკა გისმენთ. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით ანგარებით კლუბაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, რომელიც ოფიციალურად ძებნაში იმყოფება, დაუსწრებლად პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო მიიღო. მან გარდა ამ გადაწყვეტილებისა დაიწყო მსჯელობა მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე, თუმცა ეს საკითხი ღიად დარჩა და მსჯელობა ხვალ 15 საათზე გაგრძელდება. სასამართლოში იქამდე კი გავიგეთ, რომ თავად ძებნაში მყოფი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ბრალდებას არ აღიარებს. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალდება არის დაუსაბუთებელი. ასევე დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, რომ ადვოკატებს დაკითხული ყავთ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის დედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი და სწორედ მისი ჩვენების საქმეზე დართვას და მის სასამართლოში დაკითხვას შუამდგომლობენ სხვა პირებთან ერთად. ადვოკატები სახელმწიფო ბრალდება აღნიშნული მტკიცებულებების ამორიცხვას ითხოვს, უпростоრად არ დართვას ითხოვს საქმეზე, ვინაიდან როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ეს მტკიცებულებები კანონის დარღვევით არის მოპოვებული. რაც შეეხება პროკურატურას, როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება აქვს მათ მოპოვებული, თუმცა დაცვის მხარე ორი მოწმის ილია მიკულსკისა და როზა ნარცისოვას ჩვენებების არ გათვალისწინებას და საქმეზე არ დართვას ითხოვს ადვოკატი, კონკრეტულად გაგი მოსიაშვილი, ასევე მერაბ ჩიქოვანი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სწორედ ამ საკითხებზე დაიწყო მსჯელობა. დაცვის მხარემ პრობლემაც რამდენიმე მოწმე გამოკითხეს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არაფრის ინფორმაციის მატარებელი ამ მოწმეთა ჩვენებები და გამოკითხვის საქმეში ასახული ინფორმაცია არ არის. მიუხედავად ამისა, ისინი არის კანონის არსებითი დარღვევით უგულებელყოფილი საქართველოს სისხლის სამართლის საფოსტო კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო აქტები. მთელი ამ ჩვენება ირაკლი უსოიანის, რომელიც შეადგენს დაახლოებით ერთ გვერდს არც კიდე, არის ესეთი ჩანაწერი, რომ როგორც თვითონ ამბობს, ბაბუა მის აქვს დაბარებული, რომ თუ რამე მოუვა, არ დაინტერესდნენ ამ შედეგით და ამ ასე დანაბარებს ასრულებენ პირნათლად. საბანკო გადარიცხვები ადასტურებს თორმე ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ბრალეულობას ამ უმძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით, რაც რბილად რო თქვათ, რომ ეს არის სამართლებრივი ბელეტრისტიკა, ბრალდების მხარე თავის ეგრეთ წოდებულ პატაკებში სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფორმულირებით ცდილობს სასამართლო გარკვეულწილად ეჭვის ფორმატში დააჯეროს, რომ რაღაც გარკვეული სახის კონფლიქტური სიტუაცია იყო ამ ადამიანებს შორის. ოქროს მოწმებად წოდებული ორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იძლევა ირიბ ჩვენებას, რომელიც თურმე საუბრობს გარკვეული სახის კონფლიქტზე და დაცვის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული კონფლიქტის აბსურდულობაზე საუბრობს და უფრო მეტიც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან ცრუ დასმენის მიცემასთან დაკავშირებით. მაყურებელს უნდა ავუხსნათ, თუ საიდან გაჩნდა საქმეში ირაკლი უსოიანის სახელი და გვარი. ამ საქმის ფარგლებში ჩვენება აქვს მიცემული პოლიციელ რომიკო გოგიაშვილს, რომლის პატაკიდანაც ირკვევა, რომ ერთ-ერთ ორგანიზატორად მკვლელობის და დამკვეთად სახელდება სწორედ ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის დედ ჰასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი, ვინაიდან პატაკის მიხედვით ირაკლი უსოიანს ჰქონდა ეჭვი, რომ მისი ბაბუის მკვლელობაში სწორედ ძმებ ჯანგველაძეებს ერიათ ხელი. რაც შეეხება თავად მკვლელობას,
მართლობას ამ საქმეზე 4 პირი არის მსჯავრდებული, 4-ვე მათგანს გელა უძილაურს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, რაც შეეხება ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს, მას ბრალდება დაუსწრებლად აქვს წარდგენილი და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც დაუსწრებლად შეუფარდეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.